საქართველოს პავილიონს მასპინძლობს ვენეციის 54 ბიენალე პავილიონის გახსნასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ვენეციის 54 ხელოვნების საერთაშორისო გამოფენის ფოტო და ვიდეო მასალები წარმოადგინეს. პრესკონფერენციაზე ქართული პავილიონის შესახებ არტარიას მიერ შექმნილი ვიდეორგოლიც აჩვენეს. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ და მისმა მოადგილემ ვენეციის 54 ბიენალეზე საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საქართველოს პავილიონს ვენეციის საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს კულტურის სამინისტრო წარადგენს. ქართული პავილიონის გახსნას უცხოურ პრესაში უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ ხელოვანების ასე ვთქვათ შემოქმედების წყალობით და ერთობლივი პროექტის წყალობით გამოჩნდა ძალიან საინტერესო კუთხით საქართველო გამოჩნდა როგორც ძალიან შემოქმედებითი ესე იგი პროექტი აღმოჩნდა ესე იგი შედეგი მივიღეთ ძალიან ისეთ შემოქმედებითი ინოვაციური თამამი ყველა იყო გაკვირვებული მაგათაც მე ძალიან ბევრმა ჟურნალისტმა მკითხა უცხოელმა რომ აი როგორ გაბედეთ და კულტურის სამინისტროს ეგიდით როგორ დაძარით ესეთი თამამი და ინოვაციური პროექტი მახვდანებულები გადავწყვიტეთ, რომ ამჯერად მოგვეწვია უცხოელი კურატორი, ეს არის ივანე ვარშა, რომელიც გაუძღვებოდა პროექტს და ეს იყო სრულიად მაგალითად ჩემი აზრით, იმიტომ რომ მე ძალიან მინდოდა ამ ეს პროექტი რომ გასულიყო, ჩემი აზრით ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსათვის. ჩვენი პროექტი იყო ფაქტობრივად მინიმალისტური და სრულიად ესეთი კონტრასტული იმასთან, რასაც ვენეციის ბიენალე არის საერთოდ შეჩეული და ამით ძალიან დიდი ყურადღება გამოიწვია.